ყობახიძიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. არ დათანხმდა რაღაცაზე წინააღმდეგი წავიდა. დღეს 8 საათზე ხალხი გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვიდან, ვინც კამერების წინ ლაპარაკს არ მოერიდა. აი, ბიძინას სახეს რო ხსენებდი, ფეხზე დგებოდა და ამბობდა ჩემი პედაგოგი. ეპისკოპოსი ანტონი, რომელიც სუსის ექშეფის უახლოესი გარემოცვაა და ბოლო წუთამდე პირდაპირ კავშირზე იყო, ამტკიცებს, რომ ის შიდა ბრძოლა შეეწირა. მახეს თუ დაუგებ, ბუმერანგივით დაბრუნდება. კორუფცია თუ ეჭვიანობა, რომ ლილუაშვილი ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს შეეკრა. მაგით იყო ამერიკაში წასული, მაგრამ დაბრუნდა რეფორმი. გადადგომის შემდეგ, ხო? იყო წასული ესე იგი. გადადგომის შემდეგ და დაკავების წინ ლილუაშვილი ამერიკაში გაფრინდა. მაგაზე დიდ ინფორმაციას ახლა ვინფლობს. რაზე ეჭვიანა ოლიგარქმა? მედიასთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირებს იძიებს პროკურორი. როგორც ბრიფინგზე. შაბათის გუნდმა დაადგინა, ვინ მისცა ლილუაშვილის წინააღმდეგ მთავარი ჩვენება. შიგნიდან მაინც მიპასუხეთ, რაღაცის გადამოწმება მინდა. მტკიცებულებებს შორის დევს მეხსიერების ბარათები, რომელიც ლილუაშვილის სახლიდან ამოიღეს. რა მასალებს ინახავდა სუსის ექშეფი, რომელსაც ივანიშვილის და ქართული ოცნების ლიდერების ყველა საიდუმლოზე ჰქონდა წვდომა. მაგრამ დასაჭერებია, რომ ყველა აიგე ბოძი არიან ჩამოსაგდებლები. ლილუაშვილის მდიდრული ცხოვრება, მილიონიანი რეზიდენცია მზიურში და ტენდერების მონოპოლისტი ნათესავები. გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს დღეს, რომელიც ცხოვრობდა თქვენს სახელზე გაფორმებულ. ეხლა ნახე როგორ ინტრიგნულ კითხვას. რატო არის ინტრიგნული? რატომ გაახსენდათ მაინც და მაინც ახლა ლილუაშვილის კორუმპირებულობის ამბავი და სად გადაკვეთა სუსის ექშეფმა წითელი ხაზი? გიყვებით 8 საათზე. ახლა მე რომ ეყავს მიკროფონი, მე დაგისვა მაგ შეკითხვას, რომ რას ერჩიან თქვა. მამუკომდინარეძეს არ აქვს თქვენთან კითხვები? ველოდებით დაკითხვაზე დაბარებას. გამოძიება ოცნების მინისტრების წინააღმდეგ, ვინ იქნება შემდეგი? წამლის ლაბორატორია რომ გახსენით, თქვენ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთად. რატომ არ ფუნქციონირებს ეს ლაბორატორია? 11 მილიონი ლარი სამედიცინო ლაბორატორიისთვის ჯანდაცვის სამინისტროდან. ჩვენ დავადგინეთ, რომ აპარატურა იმავე კომპანიისაგან იყიდეს, რომელმაც ჯარის ძარცვის საქმეზე აღიარა, რომ მინისტრთან ქრთამი მიჰქონდა. ზურა ტუკვაძეს ვეძებთ. ზურა არ არის. სად არის? საქართველოში არ არის. ბიზნესმენი ტუკვაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ტენდერების მოგების სანაცვლოდ ფულს მინისტრს ჩანთით უგზავნიდა, რამდენიმე თვეა ქვეყანაში აღარ არის. იქნება თუ არა ტუკვაძის ჩვენება უკვე მეორე მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი. სოლემარტი და ABM-ი ჩართული იყო აღჭურის და მოწყობის ტენდერებში? ხო, მიცით, რომ ჩართული იყო. შაბათის გუნდი 31 ოქტომბრიდან ჯანდაცვის სამინისტროში წერილებს აგზავნის და ცდილობს პასუხი მიიღოს კითხვაზე, რატომ ვერ მუშაობს სრულყოფილად ლაბორატორია, რომელშიც 11 მილიონი ჩაასხეს. დადიხართ სამსახურში მხოლოდ და ამისთვის იღებთ ხელფას, ხო? ტელესერიალად ქცეული ანგარიშ სწორება ღარიბაშვილის ხალხის წინააღმდეგ. რა იქნება ფინალში? ნახეთ 8 საათზე. აღარ ცხოვრობენ აქ? საქართველოში არ არიან? ცხოვრობს კალიფორნიაში, ისვენებს ჰავაიზე, სტუმრობს ჰოლივუდს. სად არის ახლა თბილისის მერიის მაღალჩინოსანი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით საბავშვო ბაღებიდან ლილუაშვილთან ერთად დიდ ფულს იპარავდა. გების გაერთიანებაში რამდენი თანაბჭ რომელია დაკავებული? როგორ გაიჭრა კორუფციული სქემა მერიაში, რომელიც წლები გუგუნებდა ისე, რომ კალაძემ ვერაფერი გაიგო. არ გაინტერესებთ ვისი ხელმოწერა ტენდერებზე? აბა შეხედეთ დოკუმენტები. სუსის გამოძიებამ კალაძემ ძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. რა ხდება? ეს არის შიდა ომი კალაძის გასაშავებლად თუ რეალური ბრძოლა კორუფციასთან? ადკატების საქმეზე კითხვები დასვეს თქვენთან? ჩვენ მივაკლიეთ იმ კომპანიებს, ვისთანაც თბილისის მერია ბაღების რეაბილიტაციისთვის ფულს რიცხავდა. არც ერთი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ჩნდება კითხვა, თუ გამოძიება ბოლოში არ იყო გასული, მაშინ რატომ დაარტყეს წინასწარ ლილუაშვილის გავლით კალაძეს? ანუ მაღალჩინოსნები მერიის ადკატებს იღებდნენ და მერიის არც ერთმა მაღალჩინოსნებმა არაფერი არ იცოდა? 8 საათზე ამბავი კორუფციის ბრალდებით დაკავებულებზე და კორუფციის სკანდალში გახვეულებზე. არ გითანამშრომლიათ მათთან? არ მიგიცეთ დოკუმენტები? და დავიჯერო მაგდონის ამ პარტავნობას იჩენთ კაროჩე და ბოდიშის მოხდა სიკვდილი გირჩევია.
მძიმე ავადმყოფი ბავშვების მშობლებს, ვინც დედების ფონდი მათი შვილების ფულის მითვისებაში ამხილა, მოკლით ემუქრებიან. რატო არ ეკინებ კრიმინალებს, ხალბატონო ვიოლეტა? ბოდიში მოსახდელი არა აქვს. დედების ფონდი ორგანიზაცია, რომელიც მძიმე ავადმყოფი ბავშვებისთვის ხალხისგან ფულს აგროვებს. მშობლები ამტკიცებენ, რომ ფულის დიდი ნაწილი ფონდის დამფუძნებლის ჯიბეში წავიდა. ჩემით დავდე პოსტი და ბავშვის 36,000 ორ დღეში დავხარე. აი, ზღაპარია რომ ფონდმა ამდენი თანხა შეუვიდა და მხოლოდ 400 ლარი დამირიცხა. მშენებარე სახლი დიღომში, აშენებული სახლი მამის სახელზე ასევე დიღომში, ბინა ამერიკის საელჩოსთან, სახლი წნორში, ბინა ბაკურიანში. დედების ფონდის ხელმძღვანელის ვიოლეტა ჩიმჩიურის სახელზე ბოლო წლებში არაერთი ძვირადღირებული ქონება გაჩნდა. როგორ გამდიდრდით? ჩვენ ვარკვევდით, არის თუ არა ეს იმ ფულით ნაყიდი, რომელიც მძიმე ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად ირიცხებოდა. მეშინია იმის რომ ისე გვიან მოხდება ამ საქმის გამოძიება, რომ უკვე უბრალოდ აზრი არ ექნება. რა სქემით გროვდება ფული ბავშვებისთვის? რა წელს იტოვებს შუამავალი ფონდი და რატომ ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვებს ფულს პარავენ? როდის მოხდება ჩიმჩიურის დაბარება მეორე სამმართველოში? 8 საათზე ნახეთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება. ქველმოქმედებიდან მითვისებული ფული თუ ცრუ ბრალდებები დედების ფონდის წინააღმდეგ. შარიცხული თანხები ფონდმა ჩვენამდე ვერ მოიტანა. ამ შაბათს და ამ ეთერში ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სეზონის ბოლო გადაცემით. ამიტომ არ უნდა გამოგრჩეთ დღეს საღამოს 8 საათზე შაბათის ეთერი.